საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით გამართული შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დასრულდა. პაპუნა კოპერიძემ ქალთა საკითხებზე მომუშავე გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე 15 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მიწვეული. როგორც პაპუნა კოპერიძე აცხადებს, შეხვედრის მიზანია საომავლო ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი ჩაეყაროს და ბიუჯეტში გენდერული საკითხები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული. დღევანდელი შეხვედრა შედგა ჩემი ინიციატივით 13 ორგანიზაცია იყო მოწვეული გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ძირითადად თქვენ იცით რომ სახელმწიფოსთვის არის ნამდვილად პრიორიტეტი და გვინდა რომ გენდერულ გზნობიარ გახდეს ქალაქის ბიუჯეტი და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ გენდერული საკითხები ბიუჯეტში. ზოგადად გენდერის მრჩევლის ინსტიტუტი, როდესაც ქალთა საინფორმაციო ცენტრმა დაიწყო ლობირება ამ საკითხში, პირველად დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტში და ეს როგორც ჩანს გრძელდება და უნდა გახდეს უფრო მდგრადი ინსტიტუცია. ამიტომ ქალებთან ქალთა ორგანიზაციებმა დასვეს სერიოზული პრობლემები, მათ შორის კონკრეტულად ბიუჯეტთან დაკავშირებით, როგორი უნდა გახდეს გენდერული ბიუჯეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვიურად იქნება აღნიშნული შეხვედრები და შემდგომი შეხვედრა მიეძღვნება გენდერული ბიუჯეტის ფორმირებას. და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გორის მუნიციპალიტეტი იყოს სამაგალითო ამ თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს, რა დროსაც იყო განხილული საკითხები გენდერული თანასწორობის ჭრილში, მათ შორის იყო აღნიშნული გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის საკითხი, რა დროსაც ბიუჯეტის შედგენის პროცესში იყოს გათვალისწინებული როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ინტერესები. ნახოთ რა წინადადებები იქნება მომავალ შეხვედრაზე თვითონ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, იმისათვის რომ ეს წინადადებები იქნეს ლოგიკურად გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. შემდეგი შეხვედრა, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება, გენდერული ბიუჯეტის ფორმირებას მიეძღვნება.